არის პროტესტის 69-მე ღამე და ასეთ ფორმატში გრძელდება საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან. ღამეშვიდობის საბათვალების პირდაპირ ეთერში თქვენ ახლა ხედავთ სპეცრაზმელებს, რომლებიც მობილიზდნენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეს. აი აქ არის შესასვლელი, საიდან შედის თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თავის ადმინისტრაციულ შენობაში. თქვენ მოგხსენებათ, რომ უკვე 63 ღამის განმავლობაში, უკვე 74 ღამე იწყება საპროტესტო აქციები ბათუმში. მათ შორის დღეს საპროტესტო აქციაზე კარვის გაშლის უფლება არ მისცეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა იძალეს აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს კარავი. საბოლოოდ აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშლილია 2 მცირე ზომის კარავი, თუმცა პოლიცია ამასაც განაცხადა პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა, რომ ამის უფლებაც არ ქონდათ აქციის მონაწილეებს და ამ კარვებსაც გადაიტანებენ, ამ კარვებსაც აიღებენ. თუმცა ჯერ კიდევ აჭარის მთავრობის სახლის წინ არის სიმშვიდე, იქ რჩებიან პოლიციელები, ასევე აქციის მონაწილეები, გორი კარავია გაშლილი, მთავარი მოთხოვნით თავისუფლება ზიამაღლებელს, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. ხოლო აჭარის მთავრობის სახლის უკანა მხარეს უკვე მობილიზდნენ სპეცრაზმელები, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ. ისინი არ პასუხობენ შეკითხვას, რისთვის ემზადებიან. Камич ელგუჯა ბაგრატიონი პოლიტიკოსი, ნაცმოძრაობის წევრი, მოდით მოვისმინოთ მისი განცხადება. 20 ახალგაზრდა თქვენ ხედავთ კარვებში არიან და მობილიზებული ყავთ, აი რამდენი რობოკობები, აი ნახეთ, აი რამდენი არიან რა. ღამის 2 საათზე ხო, აი ხო ალბათ როგორც ჩანს ვერ აიტანეს რა კარვები, რომელიც ტროტუარზე არის განთავსებული და როგორც ჩანს მოიყვანენ რათა დაარბიონ ეს ახალგაზრდები და ვერ გაიგეს ამ ხალხმა რომ ყველა სათითაოდ აბსოლუტურად ერთ ნიღაბი უშველის და ვერც დაფარული სახეები ყველა აბსოლუტურად პასუხს აგებს ამ დანაშაულისთვის, რასაც ჩადიან და ძალადობენ ამ ახალგაზრდებზე და მოქალაქეებზე. რა ვიცი, ერთი რამ უნდა იცოდე, რომ ქართველ ხალხზე ძალადობა ჯერ არ მოუგია არავის და ისინი წააგებენ ამ ბრძოლას აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი ქართველი ხალხის არის ევროპა და ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ტყვეები, რომლებიც არის აყვანილი ტყვეობაში ამ რუსული რეჟიმის მიერ, იქნას დროულად გათავისუფლება. ზიამაღლობელი, რომელიც 18 დღეა შიმშილობს, უკვე მე-19 დღე დაიწყო, მის სიცოცხლე საფრთხე ემუქრება და ამ მოთხოვნით გაიხსნა დღეს კარავი სწორედ, რომ დროულად იქნას გათავისუფლებული და ამისთვის უნდა დაარბიონ, რავი, ქართველობა, რა ვიცი, ვაშკაცობა, სადღეგრძელო მაგარი იციან. ეს ნახეთ ის, რომ კარავი გაიტაცეს, დაამტვრიეს პოლიციელებმა, ეხლა კიდევ 2 კარავი გაიშალა და ცდილობენ შესაბამის გარემოებას, რომ ის კარვებიც გაიტაცონ. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მოსალოდნელი ის, რომ შესაძლოა სპეციალური დანიშნულების რაზმი იმიტომ მოიყვანეს, რომ ამ კარვების აღების პროცესი განახორციელონ ამ ადამიანებმა? კი, ჩვენ ნახეთ დღეს ხო, არაერთხელ მოხდა უკვე დარბევა, თანაც ტროტუარზე, სადაც არაფერს არ უშლის, არც გზა იკეტება, არაფერი, ხო? იქნა დარბეული მოქალაქეები და წაიღეს, გაიტაცეს კარვები. არაფერი არ არის რეჟიმისგან საერთოდ რომ არ ელოდე, ხო? არაფერი არა გასაკვირი ამათგან და რეჟიმის მსახური მილიციელები, რუსული რეჟიმის მსახური მილიციელები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე წავლენ და ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერია მოსალოდნელი. თუმცა ქართველი ხალხი გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში და ისინი დამარცხდებიან რუსული რეჟიმის მსახურები აუცილებლად და აგებენ პასუხს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ამ ბრძოლას მივიყვანთ გამარჯვებამდე აუცილებლად. რა ეტაპზე გადავედით ახლა, როცა პრინციპში უკვე პროტესტის გამოხატვაც კი აკრძალულია, ამასაც უკვე გრძალებენ უკვე პოლიციელები რუსული მეთოდებით, ხო? რა ეტაპზე გადადის ახლა ასევე ეს ბრძოლა და წინააღმდეგობა?
ამას ხო თავის დროზე საუბრობდით რომ ერთი დღე გათენდება რუსეთში ვიქნეთ. ახლა რუსეთში მართლა ტერიტორიულად კი არ გადავალთ, კრასნოდარი კი არ დაერქმევა მართლა ამ ქვეყანას, მაგრამ თავისი ქცევებით, თავისი რა ვიცი მოწყობით სახელმწიფო გახდება რუსული. აი რასაც ხედავთ ხო ყოველდღიურად აბსოლუტურად ვემსგავსებით რუსეთს. ხო აი ყოველდღიურად აი თუ დააკვირდებით ყოველდღიურად უკვე პროტესტის გამოხატვაც აღარ შეიძლება. ადრე ხო კანონი აი მიგვითითებდნენ აი ამ კანონის შესაბამისად თქვა ამ პოლიციას დაემორჩილეთ პოლიციის მოთხოვნით. დღეს ხო ამაზეც პასუხი არ აქვს ხო? როცა ვთხოვთ რომ აი მიგვითითეთ ტროტუარზე რატო არ შეიძლება კარავი გაიხსნას? არა პასუხი არ აქვს ხო? აი პირდაპირ მოდიან ძალადობენ, არბევენ, იტაცებენ, იპარავენ კარვებს და აი კიდე ახლა პოლიცია ვერ ესახელებს ამ დროს კანონის ნორმას. რა თქმა უნდა არ არსებობს ასეთი კანონის ნორმა არ არსებობს, სადაც პროტესტი პირიქით ყველგან წერია უნდა მიეცეს გამოხატვის თავისუფლება არის შეუზღუდა არ შეიძლება რომ შეეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება ადამიანს. ამ პირობებშიც კი როცა რეპრესიული წესებით შეცვალეს ეს კანონები საპროტესტო აქციის ჩასახშობად რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ ყოველდღიურად ამძიმებენ და ამკაცრებენ ამ კანონს. იმ კანონითაც კი არ წერია არსად რომ არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლება აეგრძალოს ადამიანსთან. ნუ აი აღარ ჭირდება მათ არც კანონი, ამათი კანონი არის ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი და ის სპეცოპერაცია და ის გეგმა რომელიც იწერება რუსეთში და ყოველდღიურად ეძლევათ ამათ სამოქმედო გეგმად. მადლობა, ეს გუჯა ბაგრატიონი იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი და ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. თქვენ ხედავთ რომ სპეცრაზმელების სპეცოპერაცია გააქვთ? რიჟვაძე აკყავს თუ რატოა? აი გამის 3 საათი. რამე შეგიძლიათ რომ გითხრათ ჟურნალისტები ვართ რა რისთვის ემზადებით სპეცრაზმელები? რიჟვაძე რო გამოვა იქედან უნდა დააკავოთ სპეცოპერაცია გაქვთ თუ რატო ხართ? რა ღამის 3 დაიწყო? არის ხელმძღვანელი პირი ვინმე რომ გაგვცეს პასუხი რატო ხართ აქ? სპეცრაზმელები არ პასუხობენ არ ჟურნალისტების და არც უკვე პოლიტიკოსის შეკითხვას ტურისტის ემზადებიან ისინი. ეხლა უკვე დაახლოებით ღამის 3:30-ია და ამ დროს ემზადებიან სპეცრაზმელები. ეს არის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარე. თქვენთვისაც რუსული ხდება ეს ქვეყანა. ამიტომ არ დაემორჩილოთ ძალიან გთხოვთ. იქ არის სულ 20 გოგო ბიჭი, რომელიც არიან კარავში. თქვენ მოგიყვანენ იმისთვის, რომ თქვენ დაგარბევინოთ ისინი. ამიტომ არ დაემორჩილოთ მათ უკანონო მოთხოვნას. გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციაში წერია, კანონშიც და ყველგან წერია აბსოლუტურად, რა ვიცი, იმ რუსულ კანონებშიც კი, რომ გამოხატვის თავისუფლება არის რა ვიცი, ყველასთვის აუცილებელია. თქვენს ძალიან გთხოვთ, რომ არ დაემორჩილოთ. თქვენ უსმენთ ელგუჯა ბაგრატიონს, რომელიც ახლა მიმართავდა სპეცრაზმელებს, რომ არ დაემორჩილონ ისინი უკანონო მოთხოვნას. თუ კი მათ აქვთ მიღებული ესეთი დავალება, რომ დაარბიონ აქცია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და კარავში მყოფი ადამიანები. დღეს საღამოს გაიშალა კარავი, 2 კარავი აჭარის მთავრობის სახლის წინ მოთხოვნით სოლიდარობა მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე 18 დღეა შიმშილობს, უკვე მე-19 დღე დაიწყო და ასევე სოლიდარობა და თავისუფლება რეჟიმის წვევებს პოლიტიკურ პარტნიორებს. ერთეულებისგან ინარჩუნებს, ხო? და ამ თქვენ გიყენებენ ამ იარაღად. დღეს საღამოს შეიძლება ითქვას, რომ პოლიციელებმა პირდაპირ იძალადეს მოქალაქეებზე, როცა მათ წაართვეს კარავი და არ მისცეს პროტესტის გამოხატვის უფლება, კარვის გაშლის საშუალება არ მიცეს, პირიქით კარავი დაუზიანეს და კარვის კონსტრუქცია გაიტაცეს პოლიციელებმა და რაც თავარია, პოლიციამ ვერ განმარტეს, ვერ დაასახელეს კანონის ნორმა. ჩვენი არაერთი შეკითხვის მიუხედავად, თუ რის მიხედვით მოქმედებდნენ ისინი, რომელ კანონს ემსახურებოდნენ ამ შემთხვევაში, როცა მათ მოქალაქეებს არ მისცეს ღია საჯარო სივრცეში კარვის გაშლის უფლება.
ეხლაც ამ კარებში ის რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მახას ჭკადოა და ის ამბობს, რომ ის არ აპირებს ამ კარვის დატოვებას, 24 საათიან რეჟიმში აპირებენ აქტივისტები, რომ დარჩნენ კარებში და მათი გზავნილი ესეთია, მოვიდეს რომელიმე პოლიციელი და თქვას, რომელი კანონის ნორმა ირღვევა, ამ არსებული რუსული კანონის პირობებშიც კი და ამის შემდეგ ჩვენივე ნებით დავტოვებთ ამ კარავს. მისი გადაწყვეტილებით არის მოყვანილი აქ ეს არის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარე. სადაც სპეცრაზმელები უკვე მობილიზდნენ, ეხლა ელგუჯა ბაგრატიონი საუბრობდა ჩვენს პირდაპირ ეთერში, რომ ეს სპეცრაზმელები გამოიყვანეს იმისთვის, რომ დაშალონ საპროტესტო აქცია, დაშალონ ის კარვები, რომელიც გაშლილია აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. აქ მოვიდა ზურაბ ჭავჭანიძეც, ის ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშია. რა შეგიძლიათ გითხრათ ბატონო ზურაბ, თქვენ რა შეიტყოდით ამ სპეცრაზმელებს, რომელიც ეხლა დუმილ ხვდებიან ჩვენ შეკითხვას, რატომ მოვიდნენ ღამის 3 საათზე ისინი აქ? რა საქმეა მაგენი არიან შემსრულებლები, რასაც ავალებენ ზევიდან. ავალებენ ყაჩაღები, ისევლები მეორები. უკვე რიტორიკაც შეიცვალა, ახლა პატიმრები კი არ ყავს ტყვეები, რუსეთი რეჟიმის. და ესენი უბრალოდ ჩვენი საქართველოს მოქალაქეებია, რომელიც ემსახურებიან ყაჩაღებს. და დროზე თუნდაც ერთი ღამე მაინც სახში რომ ივლენ, დაფიქრდნენ მაინც რას აკეთებენ. ის ემსახურებიან. ყველასთვის საქართველო არის ერთი, ხო? როგორც მაგენს უყვართ საქართველო, ისე გვიყვარს ჩვენს. და ვემსახუროთ აი საქართველოს, ხო შეიძლება ფიცი აქვს დადებული საქართველოს წინაშე და ახლა ემსახურებიან უზურპატორებს. მეტი რა სათქმელი. ასეთი იყო საერთოდ. მადლობა, ზურაბ ჭავჭანიძე იყო. კაცი, რომელიც ყველა საპროტესტო აქციაზე ჩდება 3 დროშით, საქართველოს ისტორიული დროშით, დღევანდელი მოქმედი დროშით და ასევე ევროკავშირის დროშით ხელში, საფრთხეთან დევნილია. კიდევ ერთი მედროშე თემურ ქათამაძე მაგალითად ისიც ასევე 13 დღეა შიმშილობს. ისიც დააკავეს 11 იანვარს ბათუმში საპროტესტო აქციაზე და შიმშილობა დაიწყო მას შემდეგ, როცა გაიგო რომ ზიამაღლობელი შიმშილობს მისი დაკავების შემდეგ და სოლიდარობის ნიშნად მედროშეთ კაც რომელსაც ეძახიან მედროშე ბაბუს, მანაც დაიწყო შიმშილობა. ეს უკვე მე-14 ღამეა. სადაც მინდა იგავიოთ. თქვენ შემოვათ ის თუ დამჭირდება შემოვა. შემოდი ამ ჩავთვის საჭირო შემოვა, რა პრობლემაა? ვერ შემოვა. რატო ვერ შემოვა? რატო შემოვა? რას ქვია ვერ შემოვა? რატო ვერ შემოვა ლექი? მიხარი აბა. რატო ვერ შემოვა? რამე თქვენთან მოვედი, რამე თქვენს ლოკაციაზე ვარ. თქვენი სამოქმედო ტერიტორია სადაა იცი? ეგ ჩვენი ვიცი. ჩახში აი ჩადით ბაზარზე. ეგ არის ჩვენი. ზუგდიდში ჩადით, იმო ჩადით და იქ დადექით. აქ რატო ხართ მოსული ეზოში? ეგ არავის საქმე არ არის. რას ნიშნავს არა? ეგ ჩვენი ვიცი. რას ქვია? ეს მე კი, ჩვენი ეზოა, კი. ხალხო. კი. ჩვენი ეზოა. არა ეს ხო საჯარო სივრცეა, თქვენი სახელმწიფოს არ ემსახურებით? იცით სათხართ ახლა ტერიტორიაზე, რა ტერიტორია იცით რა სათხარ? აქ რატომ მოხდა? თქვენ რატომ მოდიშეთ თქვენ გეკითხეთ? შენ რატომ მოხდა? იმიტომ რომ აქ ხარ და რატო ხარ? რატომ მოხვედი ეგ შენი საქმე არ არის? რას ქვია გეკითხები? არ გაგცემ პასუხს მაგაზე კაცო. რას შენი ნიშნავს არ საქმე არ არის. ვინ ხარ შენ? როგორ ცხოვრობ აქ? შენ ვინ ხარ? ცხოვრობ? აი აქ. რომელი ვინაა შენ? აქ რა მნიშვნელობა აქვს შენ? ხო ცხოვრობ მაიგერი. შენ თუ ზამნიშნულობა, შენ რატო ხარ მეტი გეკითხე? შენ რატომ მოხვედი? ნიღაბში ვინ ხარ? შენ ვინ? ნიშანი არ გაქვს. შენ რატომ შევნებს ხო ელგუჯა ვარ ბაგრატიონი. შენ ვინ ხარ მეტი გეკითხები? არც ნომერი გაწერი, არც გვარი გაწერი, არამედ ნიღაბში ხარ. და ვინ ახარ შენ? ვინ არის თქვენი ხელმძღვანელი, ვისაც შეიძლება ვკითხოთ რა მიზნით და მისი გამოსული საათის შეწყობა. გეგონა ბაზაზე შემოვედი თქვენთან და მეკითხებით რატო ვარა?
რამდენიმე სპეციალური პროგრამა წავიდა, ეხლა ხედავთ რომ გაყვა. რამდენიმე მათგანი გაყვა. რამდენიმე სპეცრაზმელი გავიდა ცალკე, როგორც ხედავთ. აი მათი ნაწილი ისევ მიდის. სავარაუდოდ ყველა მიდიან, მე ახლა რამდენადაც ვატყობ, თუმცა ვერაფერს გავიცემი ტემპერატურით, აი ხედავთ. წყვილად გადიან, როგორც ხვდები, ორად. წუწულად ორად. ჩემი კოლეგები და ისინი ცდილობენ რომ დაიწნენ ახლა თავრობის სახლის უკანონიზოში. კაპიტანიანების წავიდნენ უკვე ამ ტერიტორიიდან. რამდენიმე ადგილზე დარჩა და მოდი გავყვეთ, შეძლებს დაგვარად ნახოთ, სანმინიან ისინი უკვე შემდგომი გამარება რა არის. რაღაცას პრეტენზია გაქვს, მაგრამ რაზე ვერ მიხარი. მე ხო მიხარი რა. რა? ეს ელგუჯა ბაგრატიონია. არ ვიცი მიხარ, ანუ ყველაფრის უფლება გაქვს. როცა ვნახავ რომ ხედავ აკეთა, მოდი და მიხარი. ხედავთ სპეცრაზმელებს, რომელმაც დატოვეს საჭირო თავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელი. ჯადოს უცნობია თუ რა მართულებით მიდიან ისინი. მათი ნაწილი ხდებიან მანქანებში. Sorry. შეიძლება დრამატული თეატრის უკანა მხარეს ვარ, სადაც გადმოვიდნენ სპეცრაზმელები. სავარაუდოდ ისინი კავებენ ამ ტერიტორიას და ჩასხდებიან ცოტა მოშორებით. სპეცრაზმელები გარბიან, როგორც ხვდები, სავარაუდოდ ავტობუსისკენ. თქვენ ხედავთ დაახლოებით რედისონის წინ არსებულ პარკინგზე. ადგას ავტობუსი. სადაც ხას ხდებიან სპეცრაზმელები ისე უკან
ამ ავტობუსში ისინი იყვნენ მობილიზებული სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. მათ არ განმარტეს არც სახელმწიფო პირმა არ განმარტა თუ ღამის 3 საათზე რატომ გამოცხადა მობილიზება, რა ინტერესი ემსახურებოდა მათი იქ შეკრება. იქ მოვიდა ასევე ელგუჯა ბაგრატიონი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში. მას სადა გაიგო მიზანი, თუ რა მიზანი ქონდა სპეცრაზმენების მობილიზებას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან. თუმცა სპეცრაზმენებმა არ უპასუხეს პრაქტიკულად შეკითხვებს. სპეცრაზმენები უკვე ავტობუსში არიან. სპეცრაზმენები ასევე ჰქონდათ შელაპარაკება ელგუჯა ბაგრატიონთან, პოლიტიკოსთან, რომელსაც ჰქონდა მცდელობა გაერკვია, რატომ ღამის 3 საათზე რატომ გამოცხადა სპეცრაზმენების მობილიზება. მათ უთხრეს პირიქით, რომ თქვენ რატომ მოდითო აქო, ანუ მართლაც ისეთი აღქმა დარჩა, რომ თითქოს სპეცრაზმენები თავიანთ ტერიტორიაზე იყვნენ, არა და ეს იყო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელი საჯარო სივრცე. ეს სპეცრაზმენების ავტობუსია, რომელიც ახლა წავიდა ბულვარის მიმართულებით. მედია სპეცრაზმენების ავტობუსმა უკვე დატოვა რედისონის წინ მდებარე პარკინგი. სპეცრაზმენების მობილიზება იყო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. ჩვენ ცადეთ მიგვეღო პასუხი, რომელიმე ხელმძღვანელი პირისგან თუ რა ინტერესი ემსახურებოდა მათი მობილიზება, მაგრამ ვერ მივიღეთ პასუხი. და სულ რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმენებმა დატოვეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორია. გამოიარეს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორია და ჩასდნენ ავტობუსში, რომელიც იყო სასტუმრო რედისონის პარკინგზე. მოდი ნახოთ რა ხდება აქციაზე, რომელიც დავტოვეთ, მას შემდეგ რაც გავიგეთ, რომ ეს სპეცრაზმენებმა გამოაცხადეს მობილიზება. ჩვენ მოვისმენთ ვერსიაც, რომ რაც გააჟღერა ელგუჯა ბაგრატიონმა, პოლიტიკოსმა, რომ სპეცრაზმენები მოიყვანეს იმისთვის, რომ დაარბიონ საპროტესტო აქცია ბათუმში, დაშალონ ის კარვები, რომლის გაშლა დღეს მაინც მოახერხეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა. მოთხოვნით თავისუფლება მზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ვინც ვისაც არ გინახავს დღეს საღამოს მომხდარი ამბები ბათუმში, მე გეტყვით, რომ დღეს საღამოს პოლიციელებმა პირდაპირ აუგზავნეს პროტესტის გამოხატვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს. არ მისცეს კარვის გაშლის უფლება, რაც არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. და კარავი წაართვეს მომიტინგეებს. აი სწორედ ამ ტერიტორიაზე დრამატული თეატრის წინ გადმოიტანეს მათ კარავი. გატაცებული კარავი შეიძლება ითქვას. და რაც თავარია, პოლიციელებმა ვერ განმარტეს, სამართალმცველებმა ვერ განმარტეს რის საფუძველზე, რომელი კანონის საფუძველზე მოქმედებდნენ ისინი, როცა მათ მოქალაქეებს შეუზღუდეს
პროტესტის გამოხატვის უფლება, ანუ კარვის გაშლის უფლება, რადგანაც მართალია ქართული ოცნების პარლამენტმა, არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეცვალა არაერთი კანონი, რომელიც არის ორიენტირებული იმაზე, რომ რაც შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რაც შეიძლება ჩაახშოს ქართული მოძებნებამ პროტესტი, მაგრამ ამ პირობებშიც კი პროტესტის გამოხატვა ჯერ კიდევ აკრძალული არ არის და კარვის გაშლაც არის ნებადართული კანონის მიხედვით, ამიტომ ეს პოლიციის ხელმძღვანელი პირები იყვნენ მართალია საპროტესტო აქციაზე, მაგრამ ისინი ვერ განმარტავდნენ თუ რის საფუძველზე მოითხოვეს საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან, რომ მათ არ ჰქონდათ კარვის გაშლის უფლება. შემდეგ როცა კაროვი წაართვეს აქციის მონაწილეებს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უფრო მცირე ზომის ორი კარავი გაშალეს ტროტუარზე, რომელიც ასევე არ კეტავს მოძრაობას მათ შორის ქვეითებისთვის. ახლა უკვე სპეცრაზმელები აღარ დგანან, როგორც ხედავთ, ჩვენ ისე მოვედი დაჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკანა მხარეს. თუმცა ჩვენ მოვისმინეთ პოლიციის ხელმძღვანელი პირებისგან არაერთი განცხადება, რომ კარავი ტროტუარზე არის მიუღებელი და მას აიღებენ. ამ შემთხვევაშიც პოლიციამ ვერ განმარტა თუ რატომ ითხოვს და მიიჩნევს ის, რომ კარავი არ უნდა იყოს ტროტუარზე. განათებულია თორნიკელიჟოვის სამუშაო კაბინეტი, როგორც ყოველ საღამოს, როცა აქ საპროტესტო აქციები იმართება. მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ჩანს კონკრეტულად კარვების მიმართ აგრესია, მათ შორის როცა ამ ტერიტორიაზე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ცდილობენ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვის გაშლას. ბოდიში, შეგიძლიათ რა გითხრათ, რატომ იყვნენ მობილიზებული სპეცრაზმელები, რა ინფორმაცია გაქვთ? როგორ? კომენტარს არ ვაკეთებ. ანუ არც ვით საჭიროთ, რომ ეს განუმარტოთ რამე საზოგადოებას. მაშინ ჩვენს მაყურებელს ის რომ უთხრათ, ვისგან უნდა გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა პასუხები. თქვენ არ აკეთებთ კომენტარს, სპეცრაზმელებმა არაფერი არ გითხრეს. პირადად საფრთხეს ამუშავებს. მაგრამ თქვენ აქ ხელმძღვანელი პირი, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი პოლიციის და პრესამსახური ამ შემთხვევაში რატომ უნდა იყოს ბარიერი, ხო? თქვენ შეგიძლიათ განმარტოთ პირდაპირ. კომენტარს არ ვაკეთებ. ეს ხომ არ არის თავის ხარიდება. ბატონო, საწავიდნენ პოლიციელები აქ რომ იმყოფება. პოლიტიკების დასმა. ჩემი ვალდებულება ან გაქცევთ პასუხი ან დროებით თავში. არა, თქვენ არც ერთხელ არ გცემთ პასუხს. ანუ საზოგადოება არ იმსახურებს იმას, რომ თქვენ განმარტოთ რაღაც და უთხრათ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ახლა მაყურებლებს ვიყურებთ და ჩვენს საზოგადოების წვდომა საიდან აქვს კომენტარებში ტკითხულობენ. თქვენგან ხო მედიისგან. საწავიდნენ პოლიციელები, რომლებიც აქ იმყოფებოდნენ. რისთვის მოვიდნენ აქ მაგალითად სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები? კომენტარის გარშე. და რატო? კომენტარს არ ვაკეთებ. რა გაქვს დასამალი ან ასახსნელი არ აქვს საზოგადოებისთვის არაფერი? კომენტარს არ ვაკეთებ. ეს არის კარვის აღებას ისე ვითხოვთ საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან. ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებ. ბატონო, პასუხისმგებლობას აძლევთ მოქალაქეებისგან. პირდაპირ ეთერში ვარ და ყველა კომენტარი არის კითხვა თქვენს მიმართ. არ გრძნობთ ამ მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობას. რაში გამოიხატება და მაშინ რატომ არსებობს ჯერზე პასუხი? მედია ხო ამის არსებობს, რომ თქვენ მიეწვიროთ თქვენი ხმა საზოგადოებას. ამ ეტაპზე კომენტარს არ ვაკეთებ. მოგვიანებით გაკეთებ. და რა ტიპის კომენტარი და როდის გაკეთდება? თქვენ დაახლოებით 2 საათის წინ მიეცით ამათ გაფრთხილება, რომ უნდა აიღონ კარვები, თუმცა თქვენი რეაგირება დილით აპირებთ უკვე ამ ადამიანების აყრას ამ ტერიტორიიდან. კომენტარის გარშე. ანუ პრაქტიკის მიხედვით სადღაც 4 საათის შემდგომ იწყებთ ზოგადად მოქმედებას და დღესაც ამას ელოდებით. ეს პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირია, რომელიც არ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებს, მათ შორის იმაზე, თუ რატომ იყვნენ სპეცრაზმელები მობილიზებული აი ამ შენობის უკან, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკან. ჩვენ ადგილზე ვცადეთ გაგვერკვია და გაგვეგო, თუ რატომ იყვნენ, რატომ გამოცხადა სპეცრაზმელების მობილიზება, სავარაუდოდ ეს უკავშირდებოდა ამ საპროტესტო აქციას. და ამ კარვებს, რომელიც გაშლილია ისევ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ ტროტუარზე, სრულიად კანონიერად, ანუ არ ჭირდება მას მქონი არანაირი
სამართლის ცოდნა და იურისტობა, რომ მოქალაქეებს ამის უფლება გვაქვს და ჯერ კიდევ ამ რეპრესიული კანონის პირობებშიც კი კარვის გაშლა არის ნებადართული. მე მინდა გავისაუბრო აქ მყოფ ადამიანებს, აქტივისტებს, რომლებიც ღამეს ათენებენ დღეს პროტესტის ბათუმში, რავის თვალს ადევნებს ამ პროცესს. არჩევ, თქვენ მინდა რომ მოვმართოთ, თქვენ ხართ სტუდენტი, თუ ნახეთ ეხლა სპეციალისტები იყვნენ მობილიზებული აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის ლაივში ნახე აჭარის მთავრობის სახლის უკან ფორმიანი სპეციალისტები, მე მგონი აკრიბგომი ფორმიანი პოლიციელები გადაიყვანეს და ჩააცვეს GDD-ს ფორმა და მეტი არ. ხო, აქ ძალიან ბევრი პოლიციელი იდგა და ახლა ძალიან ნაკლებია უკვე მათი რაოდენობა. ჩვენი ინფორმაციით აქედან უბრალოდ გადავიდნენ და ჩაიცვეს ფორმა GDD-ს, ალბათ ჩვენთვის ჩვენ შესაშინებლად, მაგრამ როგორც აქტივისტებმა ვინც არავი გაშალა განაცხადეს, რომ ეს არავი იქნება მანამ სანამ მზიას ქალბატონ მზიას პოდიში ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და მის სიცოცხლის მდგომარეობა სტაბილური არ იქნება ნაპოლის პროფესიის შიმშილობს, მანამდე ეს არავი იქნება და ჩვენც მზადვართ, რომ მანამდე გავაცნოთ ღამეები, სანამ იქნება საჭირო თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის და უსაფრთხოებისთვის. თან ეს მხოლოდ ერთი ადამიანისთვის არ არის პროცესი არის მთელი საქართველოს გადარჩენისთვის. ჩვენ თუ შევძლებთ, კი არა და უნდა შევძლოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს, რაც ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ გადარჩებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს შიმშილობენ, გადარჩებიან პოლიტპატიმრები, მიიღებენ ისინი იმ თავისუფლებას, რომელსაც იმსახურებენ, რადგან დღეს ივანიშვილის რეჟიმს უკანონოდ ყავს გამოუწყლებული ეს ადამიანები 4 კედელში, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს უყვართ სამშობლო. თქვენ ნახეთ თემურ ქათამაძის განცხადება, როდესაც მან განაცხადა, რომ ერთადერთი რის გამოც ფორკილები დამადეს არის სამშობლოს სიყვარული და მე ამას გავუძლებ. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, რომ გავუძლოთ. ერთადერთი ჩვენი ამბავი არის ის, რომ ამ ნერვების ომში უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და არა ივანიშვილმა. თუნდაც დღევანდელი განცხადება, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს არც სტრატეგიული უკან დახევა, არც მათი მხრიდან რაიმე რაციონალური გადაწყვეტილება ის იყო, იზოლაციონიზმის პოლიტიკა, რასაც მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნება ახორციელებდა. მაგრამ ხომ არ ჩანს, რომ ივანიშვილი მზად არის ამ იზოლირებისთვის, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს? მას უნდა რომ ამისთვის მზად იყოს. თითქოს ეს მისი მხრიდან კუნთების თამაშს გავს, მაგრამ მე როგორც ეკონომისტი ვიტყვი, რომ საქართველოს ეკონომიკა იზოლაციონიზმს ვერ გაუძლებს, რადგან საქართველოს ეკონომიკა ძირითადად იმპორტირებული პროდუქტით, როდესაც პროდუქცია შემოდის, ძირითადად იმპორტირებულია და არა ადგილობრივი წარმოების, რაც სამომავლო დაისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საზოგადოების ჯიბეებზე. თუ ჩვენ იზოლაციონიზმის პოლიტიკას განვახორციელებთ, ან ივანიშვილი განახორციელებს ამს გულისხმობ, ძალიან მძიმე ეკონომიკურ კრიზისს მივიღებს, რომელსაც მოსახლეობა ვერ გადაიტანს და მე მოუწოდებ ყველას, რომ გაახილოს თვალები, მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერებს, მათ შორის კი არა განსაკუთრებით ქართული ოცნების მხარდამჭერებს და ეგრეთ წოდებულ შუაშისტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ ოპოზიცია არ დაუფიქსირებიათ, რომ ეს არის უკვე სიტუაცია არა რომ რამდენიმე კონკრეტული აქტივისტის ან პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტების ბრძოლა, არამედ ეს არის ბრძოლა სახელმწიფოს გადარჩენისთვის და თუ დღეს ისინი არ დადგებიან სახელმწიფოს და საქართველოს მხარეს, რამდენიმე თვეშიც კი შეიძლება კვირაშიც ძალიან მძიმე შედეგებს მიიღებს ქვეყანა, ძალიან მძიმე შედეგს მიიღებს მოსახლეობა, როდესაც გვექნება ძალიან რთული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პირველია ისახება ჩვენს ჯიბეებზე, როდესაც არ გვექნება საკმარისი ფული, რომ ელემენტარული ვიყიდოთ საკმარისი საკვები და დაიწყება შიმშილობა, რაც რა თქმა უნდა არავისთვის სასურველი არ არის, გარდა ივანიშვილისა და გარდა რუსეთისა. ამ ქვეყანაში ომი, არეულობა, დაპირისპირება ვისაც სურს არის რუსეთი და ივანიშვილიც ასრულებს სწორედ ამ დავალებებს. შეიძლება დავალებაც კი არ იყოს და ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ რუსეთს თვითონ ასე ამოვნოს, რადგან ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ კობახიძეს თვის თუ უნდა დაგვეჯერებინა, მაშინ 20 იანვრამდე აქციები არ იქნებოდა, მაგრამ დღეს უკვე თვის ბოლოა და აქციები მაინც გრძელდება უწყვეტ რეჟიმში. მაგრამ როგორ ხედავთ ამ აქციების გაგრძელებას, ამ წინამორბედობის გაგრძელებას და გაძლიერებას, საცხოვრე ისე რომ ივანიშვილმა უკან დაიხიოს, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რომ უკვე კუნთების თამაში ახსენეთ თქვენ, ხო? აქაც ჩანა დღეს აღამოდაც კუნთების თამაში, როცა უკვე კარვის გაშლაც კი არის პროტესტის გამოხატვა აკრძალეს, მაგრამ ეს გაბედა დღეს პოლიციამ, რომ ვერ დაასახელა კანონპროცედურით არც არსებობს, რის საფუძველზე მოითხოვა მან კარვის
კარვის დაშლა. საკუთარი სურვილებისამებრ, უпроსტად საკუთარი უფროსების სურვილისამებრ, როდესაც ჩვენ მოგვიწოდა რომ კარავი დაგვეშალა, მაშინ როცა არანაირი ჩანაწერი არ არსებობს ეს ამ კარვის გაშლა გულისხმობ იმ კარავს, რომელიც წაიღეს პოლიციელებმა და ალბათ ჯარში ჩააბარეს იმის სანაცვლოდ პრემიერს ჯერ ვერ აიღებდნენ, სნიკერსების ფული სჭირდებოდათ. ჩვენ გზისავალ ნაწილზე არ ქონდა, იყო კარავი ტროტუარზე, ფეხით მოსიარულეებს. ვის უფლებათ აბსოლუტურად კონკრეტულად. კი ბატონო, არანაირი ჩანაწერი არ არსებობს შემზღუდველი, ზოგადად მსგავსი ტერმინიც კი არ არსებობს, რომ ტროტუარზე შეიძლება ან არ შეიძლება. რაც არ შეიძლება, ამ შემთხვევაში კანონით შეიძლება. აკრძალული რაც არ არის და ეს არ არის აკრძალული, როდესაც ჩვენ პოლიციელებს ვთხოვეთ განემართათ კონკრეტული მუხლი, კონკრეტული კანონი, რომლის საფუძველზეც ისინი მოგვიწოდებდნენ, რომ კარავი დაგვეშალა, ვერ დაასახელეს, ამიტომაც მაინც ის კარავი წაიღეს, მაგრამ ორი კარავი მაინც გაიშალა და აქ ადამიანები ღამის ათევენ შიგნით ჩვენ გარეთ ეს ჩვეული რიტმია ბათუმისთვის 2020 წელს მსგავსად ხორციელდებოდა პროტესტი. მე ვფიქრობ, პროტესტი უნდა გაგრძელდეს უწყვეტ რეჟიმში, თუმცა სხვადასხვა ფორმებით. ეს ერთ-ერთი სხვადასხვა ფორმა, აქციები, ღამის გათევა იქნება, კარვები იქნება, რისიც ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას. პიკეტირებაზე ჩემი პოზიცია მაქვს, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს მძიმე და რთული ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ პროტესტი იმ ფორმით, რომ არ დავაზიანოთ და არ დავაზარავოთ მოსახლეობა, იმიტომ რომ ჩვენი მთავარი მიზანიც სწორედ არის საქართველოს გადარჩენა, ან მოსახლეობის გადარჩენა. ეს არ არის ქვეყანა მხოლოდ კონტურებით და მხოლოდ საზღვრებით, ეს არის ქვეყანა თავისი ეროვნებით, იდენტობით და მოსახლეობით. ამიტომაც თუ ვინმე უნდა დაზარალდეს ამ პროტესტით, არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმი. ანუ პროტესტ უნდა კონდეს ისეთი ფორმები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ სისტემას, ან შეარყევს სისტემას. კარვები ერთ-ერთია, იმიტომ რომ პოლიციელები შეშინებულები იყვნენ, ვერ ხვდებოდნენ რა გაეკეთებინათ, არც რატო მაშინებთ ეს კარავი ასე განსაკუთრებით თქვენი დაკვირვებით? ეს პროტესტის უწყვეტობას იმდენად განაპირობებს, რომ დღისითაც შესაძლოა აქციები განხორციელდეს, რაც ივანიშვილის რეჟიმის დაღლაში შეიძლება გადაიზარდოს, იმიტომ რომ მათ აღარ ექნება შესაბამისი ფინანსური რესურსი, თუნდაც გრძელვადიან პერიოდში, რომ პოლიციელები დააპურონ და სნიკერსები უყიდონ, ან ტენდერები გამოაცხადონ. ესე მგონია ყოველ შემთხვევაში სხვა მხრივ არანაირი სხვაობა არ არის ჩვენ ღამის პროტესტსა და დღის პროტესტს შორის, გარდა იმისა, რომ ჩვენ არ ვიღლებით და პოლიციელები იღლებიან. მადლობა, ეს არჩილ ბერიძე იყო სტუდენტი, თქვენ ეს პოლიციას სისპენდით. ჩვენთან ერთად ვართ ამ დროის მონაკვეთშიც. მადლობა. ეს მისი პოზიცია იყო არჩილ ბერიძე, რომელიც ახლა საუბრობდა ჩვენთან. თქვენ ხედავთ კადრში კარვებს, რომელიც გაშლილია ჭერის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. იმის მიუხედავად, რომ დღეს პოლიციელებმა მოითხოვეს პირდაპირ აქციის მონაწილეებისგან, რომ არ გაეშალათ მათ კარვები და იძალათ ეს პრაქტიკულად აქციის მონაწილეებს, როცა მათ ჩამოართვეს ეს კარავი და გაიტაცეს და ვერ დაასახელეს კანონის ნორმა, თუ რატომ არ უნდა გაეშალათ მათ ეს კარავი ბათუმის ქუჩებში. გიორგის მინდა გავესაუბრო კირთაძეს. გიორგი, თქვენ დაკვირვებით, რატომ აშინებს განსაკუთრებით ქართულ ოცნებას და იგივე თორნიკე რიჟვაძეს კარავი? იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს, რომ თავისუფლების კვარტალიც როცა იყო 2021-ში, ხო? მაშინ როცა კი დაიწყე თქვენ კარვის გაშლა, მაშინ დაგირიდნენ მაღლას და ყველა ერთად კარავი არა, სადაც ეს უნებელი 24 კაცი ერთად დაგაკავეს, ხო? აშინებდა თორნიკენებს, არ ვიცი იმის შემდეგ შეუყვარდა თუ არა მას ბუშტების სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაშინ რაღაც პერიოდის მერე დაგვნებდა და თქვა, რომ აი ბუშტი აღარ დაუგზავნა. საბოლოო ჯამში მათ აშინებთ პროტესტი, უნებრივია და განსაკუთრებით აშინებთ უწყვეტი პროტესტი. გულწრფელი უკომპრომისო პროტესტი თავისუფალი მოქალაქეების. ეს ისინი აქ ხედავდნენ, რომ ეს რაღაცა მიღმა იყო პარტიული აქციისა და აქ შეკრებილი საზოგადოების უმრავლესობა ეხლაც მათ შორის არის ის ხალხი, ვინც უბრალოდ თავისი კოლეგის, მეგობრის, ზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენას ითხოვს. ითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის თავისუფლებას, სამართლიან, ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრებას. ეგ არის ხო მთავარი შიშები, რაც მათ აქვს, იმიტომ რომ ყველა ეს მოთხოვნა არის სამართლიანი და სამართლიანი მოთხოვნის წინაშე კიდე ისინი საბოლოო ჯამში აუცილებლად აღმოჩნდებიან უძულები. თავარი არის ბრძოლა კომპრომისად გაგრძელდეს და ყველა პირობა ჩანს იმისი, რომ ეს ბრძოლა არ შეწყდება, ვინმე არ მოვა გამოჩვენოს.
მადლობა, ეს გიორგი კირთაძე იყო პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი და შესაძლოა ის პოლიტიკოსი, რომელიც 2021 წელს აქაც იდგა მაშინ საპროტესტო აქციაზე, მაშინ აქ თავისუფლების კვარტალი იყო მოწყობილი და როცა კარვის გაშლა მოინდომეს, მაშინ ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ 24 ოპოზიციონერი დააკავეს ერთდროულად და შემდეგ ასევე ერთდროულად ისინი დააჯარიმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. უხერხებთ ასევე პუფებს ახლა ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და აქციის მონაწილეები, რომლებიც ესე ცდილობენ, რომ ერთად გაატარონ ღამე სოლიდარობის ნიშნად. ამ სოლიდარობის თავი გზავნილია თავისუფლება ზია ამაღლობელს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მე შეგახსენებთ, რომ ზია ამაღლობელი ჟურნალისტი არის პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარი საქართველოში საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელიც დაატყვევა ივანიშვილის რეჟიმმა და გიზოსებს მიღმა უკვე არის ჟურნალისტი. მოდი გავისაუბროთ დავით რობაქიძეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, როგორია მისი პოზიციები. ბატონი დავით, შეიძლება თქვენი პოზიცია რო გითხრათ, რატომ აშინებთ ეს კარვები განსაკუთრებით საქართველოსთვის? თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ ოპოზიციაში ყოფნის, რა შეგიძლიათ, რაზე მიანიშნებს ეს? არაფერი არ აშენებს. უბრალოდ დისკომფორტს უქმნის აქედან დგომა. ეს მომენტია. ვახა ერთი სისულელე გააკეთეს იგი რომ ზიადე იჭირეს თქვენი კოლეგა და უდიდესი სისულელეს. მეორე სისულელეს გააკეთებენ რაღაც კონკრეტს მოკიდებენ ხელს ფაქტიურად ადამიანები დამძარი. აპირებდნენ მგონი ხო ამას სპეცრაზმელები იყვნენ მობილიზებული ცოტა ხნის წინ რომლებიც შემდეგ დაიშალნენ. შეიძლება ისევ გამოიჩნდნენ არ ვიცი. ბევრი რამე დააპირდნენ, მაგრამ რეალურად ეს ფაქტიც წინაშე მდგარ ვარ რომ ამის აღებად ეს იქნება სისულელე. ვალაც იქნება სისულელე. მაგრამ რა ქნა, მუშაობენ, ხელფასი აქვს, აქედან გამომდინარე თანხების ფინანსების დაკარგვა დღეს არავის არ უნდა მით უმეტეს კრიზისურ პერიოდში შევდივართ და გამომდინარე მისი უფროსების დავალებას ასრულებენ. რა ეტაპზე გადავიდა ახლა ივანიშვილი თქვენი აზრით, როცა ის უკვე პროტესტის გამოხატვას იგივე კარვის გაშლის სახით კრძალავს, ხო? გვეუბნება პირდაპირ რომ კარვის გაშლის უწოდება არ გაქვს. თავის დროზე მიშაც გძალავდა, მაგრამ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც ეს ანტიკონსტიტუციურად ცნო სასამართლო კარვის აღება და მის მერე არ შეუგზალიათ დადგმული რო ქონდა. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება ივანიშვილის ეტაპზე გადასვლა, ივანიშვილი არის ახლა იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც უკვე 2004 წელს ასპანობაში. აი მარტო როიშდა მისთვის ერთ ჟურნალისტთან და ლაპო საუბრობდა და არიქა მოსახლეობას აშენებდა, არიქა მიშამოდის და იარაღებით მოდიან და ომს იწყებენ და გვასახლებენ და მაგრამ არიხევს უკან ივანიშვილი, ხო? ეს არაფერს არ თბობს პრაქტიკულად იმის მიხედავად, რომ 64 ღამე გრძელდება პროტესტი. დენი თავრობა ყავს შეცვლილი. იფერებმა დაიხიეს უკან. რა არის ამის ნიშანი, რა გაძებს თქვენ ამ იმედს, რომ მარცხდება ივანიშვილი? აქ ვინ დამარცხდება, ვინ მოიგებს ეს მეორე ხარისხოვანია. თავარი მომენტია, რომ უკივნეულოდ გადავლახოთ ეს ყველაფერი და მე ამის მანიშნებინებს ის, რომ აი უახლოესი დღის განმავლობაში ინფორმაცია, რომელიც გამოვიდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ თურმე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს და რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს და საჯარო მოხელეებს თანამდებობის პირებს იარაღის ტარების უფლებას აძლევენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სერიოზულ კრიზისში არის. ამიგეთ, რომელიც ან როცა CSKO-ს წევრებს მიცეს იარაღის ტარების უფლება. ესენ უკვე ორბიტიდან გასული არის. ან რატომ არ უშვებთ, რომ შეიძლება ეს იყოს რაღაც პრივილეგიების, თქვათ, აი კომფორტის შეიძლება რომ გქონდეთ ამ შენ ქალაქში და შენ ქვეყანაში იარაღის სიარული დაგჭირდება, შენ დამთავრებული ხარ ქვეყანაში. მაგრამ ინარჩუნებს შეგჯერებით ხო ივანიშვილი ამ სახელმწიფო ვერტიკალს. გამორიცხავთ რომ ის ვერ დარჩება მიტაცებული ძალაუფლებით ხელისუფლებაში? და რას ლაპარაკობ, ჯაბა, ყველაფერი ეს ხო ყველაფერი ისტორია. გადავხედოთ უახლოეს ისტორიას. ვინმე დარჩა? ვინმე შერჩენია? არც ამას არ შერჩენია. არც ამას არ შერჩენია. მე სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ აი, როდესაც მარტივად რო აგიხსნა ლუსმანიძე ჩაჭედებული ხეში. ხო. და ვერ იღებ და აყანყალებ და ნელა ბოდის ზევი და ბოლოს ამბოდის, იგივე სიტუაციაა. ანუ ამ ეტაპზეა უკვე რომ ამ ლურსფის ამოძრობის ეტაპზეა. ფაქტობრივად ზიას დაპატიმრებამ დააჩქარა ეს სიტუაცია. ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული სამყაროდან უკვე რეაქციებია სერიოზული.
ეს მზია არა მარტო დავუშვათ. მაგრამ არ იმჩნევს ამ ყველაფერს, ხო, არც ერთი დასავლური ქვეყნის სანქცია იქნება თუ შეფასება არ იმჩნევს ივანიშვილი. გამობდა რომ მანდაჩეი ბუზიაო. მე არ მინახია და რა გითხრა. ან რეალურად არ წუხრებს თქვენ ამას ამბობთ, ხო? რეალურად ცვლილებები გვექნება უახლოეს თვეებში. მე ამას ვფიქრობ. მადლობა, ეს დავით რობაქიძე იყო, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ბათუმში, გვეუბნებოდა თავის პოზიციას. ზურაბ ქარჩაოს ხედავ მე ახლა აქ. ძალიან საინტერესოა თქვენთან შეხვედრა ამ საღამოს სიმბოლურია მგონი, იმიტომ რომ თქვენ მახსოვს რომ წლების წინ თორცები ერთი წლის წინ თუ უფრო ადრე თქვენ ამ სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით განიზრახეთ რომ დაგედგათ კარავი ამ ტერიტორიაზე, სხვაშორის მწვანე საფარში, ამ სკვერში, სადაც ახლა პოლიციელები დღეს ამბობდნენ რომ აი სკვერში შეიძლება კარვის გაშლაო და აქ ტროტუარზე არ შეიძლებაო. და თქვენ კარვის გაშლის უფლება არ მოგცეს, ჩამოგართვეს ეს კარავი და დაგაპატიმრეს მაშინ პოლიციელებმა, ხო? რა მოხდებოდა რომ გაახსენოთ მაყურებელს ეს შემთხვევა, რა სიტყოდით მაშინ და რა გადაწყვიტა მაშინ მოსამართლე თორცები ხათრენ ბოლქვაძემ განიხილა თქვენი ეს საქმე. ო, ძალიან კომიკური სიტუაცია იყო. შეულებრივად ძალიან ისეთ სიტუაციაში არაფერი ჩხუბი არაფერი ძალიან მარტივად მოვიდნენ გამიკვირდა ფოტოშოპის იმდე სანამ მე განვახორციელებდი ზოგადად ამ აქტს მე ვიღამი გავითვალისწინე კონსტიტუცია კანონები ვინმე რო არ შემეწუხებინა ხალხის მოძრაობა გადაადგილება შემდეგ და ხო მაგრამ სამწუხაროდ მაინც ვიღაცები შეწუხდნენ როგორც მითხრეს არ უხდებოდა მაშინდელ სახელმწიფო განწყობას კარავი ბათუმს და ესე ვთქვათ როგორც ერთ-ერთმა პოლიციის უფროსმა ფათაშორის მეგონი უფროსი იყო მაშინ მესამე განყოფილების უთხრა რომ ამაზე არ არის კარავიო და უნდა ავიღოთ დღეს რა მიზეზი იყო თქვენი აზრით როცა იგივე უთხრეს აქციის მონაწილეებს რომ აი ვერ დადგამთ აქ კარავს თქვენ ამის უფლება არ გაქვთ კარავთან მიმართებაში რაღაცა ძალიან ტრავმული ასოციაციები აქვს როგორც ვატყობ ამ ადამიანებს არ ვიცი რატომ თქვენ ფსიქოლოგი ხართ საინტერესო თქვენ დაკვირვება გაგვიზიარეთ კარავი აი რაღაცნაირად შიშის იმას უკავშირდება მეტყობა რაღაცა მძიმე ტრავმული გამოცდილებაა კარავთან დაკავშირებით ან კარავი თვითონ ქმნის ამ ასოციაციებს თავში ალბათ ვიღაცისთვის არ ვიცი ან შეიძლება რაღაცა რთული ბავშვობის თემა იყოს რაღაცა ამასთან კავშირში იყოს ზუსტად ესე ძალიან რთულია იმიტომ რომ მქონდეს საშუალება კლინიკური ინტერვიუერების რა პოლიცია აი ბევრ ძალიან საინტერესო იმას დასკვნას გავაკეთებდი ეხლა მოკლებული ვარ ზოგადად ინფორმაციას და გამიჭირდება რამე ვთქვა აი როგორც ფსიქოლოგი რაც თქვენ აკვირდებით იგივე პოლიტიკურ ქცევას მათ შორის რეაქციები რაც აქვს ხოლმე ქართულ უცნებას ხო როცა ასახიჩრებენ ისინი ადამიანებს თქვენ იგივე ქუჩებში იმის გამო რომ ისინი გამოხატავენ პროტესტს და შემდეგ არც ერთი პოლიციელი ამის გამო არ დასჯილა ხო იგივე გურამ რო გავა ჩვენ ნახეთ პოლიციელმა როგორი ძალადა მასზე ან როგორ შედგნენ მოქალაქეზე პოლიციელები ასევე რომლებიც კანონის საწესოთად იძალადეს და ასახიჩრეს აწამეს ადამიანი აწამეს მე არ მithქვამს შემთხვევით ეს ტერმინი სახალხო დამცველმაც გამოიყენა ეს ტერმინი თავის შეფასებებში ხო და რაც თავი არც ერთი დასჯილი პოლიციელი პირიქით დააკავეს იგივე ჟურნალისტების ზიამაღლებელი სილის გაწვნისთვის ეს რა საჩვენებს თქვენთვის როგორც ფსიქოლოგისთვის რა პორტრეტი იხატება თქვენთვის იმას რომ უპირველეს ყოვლისა ეს არის ცოტა რეჟიმის მეთოდები რაც ესე ვთქვათ რომლის მიზანი არის დამორჩილება დაშინება ადამიანების იმისათვის რომ ისინი იყვნენ აი ჩვეულებრივად აი გასწავლილი უმწეობაში ყოფი ადამიანები რო იყვნენ რომ ჩვენ ყველაფერზე თავი ცხრებივით დავაქნიოთ და ანუ არ გქონდეს ეს კრიტიკული აზროვნების უნარი და არ დაუპირისპირდეთ ეს იმას რაც შეიძლება არ მოგვეწონოს ხო ძალიან ბუნებრივი რაღაცებს შეურაცხყოფას და ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება არის სამართლიანობის განცდა ხო რომელიც ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა გქონდეს აი ამ სამართლიანობის ყველაზე რთული დღეს რაც არის ეს არის რომ აი ამ სამართლიანობის განცდის გათელვა მიიღოს რა და სამართლიანობის განცდა რომ დაკარგავ ადამიანის სამართლიანობის რომ სამართალს ვერ მიაღწევ ქვეყანაში ანუ ეს განცდა უნდა არსებობდეს მდგომარეობა მე მართლა აი ეს არის აი იწყება უკვე მონური ესე ვთქვათ მდგომარეობა და აი ეს ადამიანები რომლებიც აი დღეს არიან ახალგაზრდები ანუ ხედავთ რომ ამ ზღვარზე ჩვენ ვართ უკვე რომ შეიძლება ეს ამას ვდილობენ თუმცა მე მაინც
იმის მომხრე და იმის ესე ვთქვათ აზრის ვარ რომ ადამიანებს თავისუფლება ყველაზე მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და კბილები დაიცავს მე ძალიან ბევრს ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც უყვართ თავისუფლება და უყვართ ვთქვათ ადამიანები უყვართ თანასწორობა უყვართ და ამისათვის ძალიან ბევრს გააკეთებენ და ასე ვთქვათ ესე თავს არ დაუქნევენ ამ რეჟიმს. ეს არის ძირითადად. და ეს უნდა გავახუროს ყველას. რა არის მთავარი ფაქტორი თქვენის აზრით ამ ბრძოლაში, რომელიც შეიძლება გადაწონოს ამ წინააღმდეგობა, ეს ბრძოლა მოქალაქეების, დემოკრატიის და ამ ქვეყნის სასარგებლოდ. თქვენ რას ხედავთ? მრავალ წახნაგოვანი აქტი და პროცესია. მარტო ადამიანები არ არის ჩვენ დღეს მაგალითად ნახეთ მხარდაჭერა, რომელიც ევროპის ქვეყნების ლიდერებმა გამოხატეს ჩვენს ესე ვთქვათ მიმართ, რაც აი ეგრეთ წოდებულ ქართულ რუსულ ოცნებას ალბათ ეს რუსული ოცნების მიზნებია აქ მე რასაც ხედავ ხო ეს ქართული ოცნების არანაირ კონექტორში და არანაირ კონტექსტში არ ჯდება. აი ეს მხარდაჭერა ადამიანების განათლება აი ამ ყველაფერზე აი ძალიან ბევრი რამ არის საჭირო იმისათვის რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს იმიტომ რომ აქ ხო ყველა ფინანსებია ხო ეხლა ძალიან ბევრი ადამიანია იგივე საჯარო სტრუქტურაში რომელიც ეწინააღმდეგება რაღაცნაირად ამ ყველაფერს მაგრამ იმისათვის რომ მან ასე ვთქვათ ნაბიჯი გადადგას მას არ უამრავი პასუხისმგებლობები ჩასაშვილები ვალები ბანკი და ეს გარკვეულ ფინანსურ საჭიროებებზე დგას ეს ბევრი რაღაცები ასე რომ ერთი კომპონენტი არ არის რა ძალიან ბევრი რამ ჭირდება ხედავთ ამ რესურსებს ქვეყანაში რომ შეიძლება ამ ყველაფერს მობილიზება და ყველა ქალაქში ხო ხედავთ რამდენი ადამიანი გამოდის ათასობით დედაქალაქშიც რა ამბავია აქაც ხო ყველა ქალაქში პროტესტია რამდენი ხანია უკვე 60 და რამდენი დღე არის 74 დღე დაიწყო 74 დღე წარმოიდგინეთ და უცხო პროტესტია ესეთი რაღაცა მე არ მახსოვს რა ქალაქებში სადმე ეს ყოფილიყო ესეთი თან მთელი მსოფლიო უყურებს როგორი შემოქმედებითი პროტესტია ჩვენთან ხო როგორი ლამაზია რაღაცები ხო რამდენი თვითონ კულტურალურად როგორ ლამაზია ხალხი ამ ყველაფერში და არა ვარ ჩვენ ის ტყიურები ხო რაღაცა ქვებს არ აღსარვეს ხო ვინდა რაღაც მშვიდობიანად, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ადამიანის თავისი რაღაცა ემოციური ხარისხიც აქვს, ხო, ეხლა ძალიან რთულია, როდესაც აი ქალბატონი მზია მდგომარეობა, ხო, აი ძალიან რთულია ესეთ უკვე მე-19 დღე დაიწყო როცა ეს შიმშილობს პროტესტის ნიშნად. მუშაობდი პენიტენციურ სისტემაში და ვიცი რაც არის შიმშილობა და რამდენი პატიმარი მინახავს და ადამიანები რომლებიც გადიოდნენ ამ პროცესში. შიმშილობა ძალიან მძიმე, თან მე როგორც ვიცი ამ ქალბატონს რაღაც გარკვეული სომატური ჩივილებია, რომელიც შეიძლება დაამძიმოს ეს ყველაფერი და რავი მე მინდა რომ რაღაცა ხნეობა შეინარჩუნოს და მართლა დიდი სურვილი მაქვს რომ რაღაცა უკუნეულად დასრულდეს ეს ყველაფერი ყველასთვის და მე ვთხოვდი რომ ყველამ გაითვალისწინოს აბსოლუტურად ყველა მხარემ გაითვალისწინოს ის რომ რაღაცნაირად ჩვენ უფრო მეტი ერთმანეთზე ვიფიქროთ ვიდრე რაღაცა სხვა კეთილდღეობაზე და ვიღაცის ბრძანების შესრულებაზე. ჯობია აი ადამიანური რაღაცა აი ეს გავაღვიდოთ ჩვენში და იმიტომ რომ ჩვენ მე მესმის რომ სტრესია, კრიზისული პერიოდია, თუმცა რაღაცნაირად შეიძლება ზოგჯერ სახში დაჯი და დაფიქრდი, აი რას ვაკეთებ, ვისთვის ვაკეთებ ამას, რა მიზანს ემსახურებ და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი რაღაცები მოგვარდება რა და მე მინდა ქალბატონზიას ხნეობა უსულობა ჯანმრთელობა თავს გაუფრთხილდეს რაც თავარია და მის ვერძე ვარ უკვე ალბათ ეს ზურაბ ქარჩავა იყო ფსიქოლოგი მოქალაქე რომელიც ხათაშორის დააკავეს იმის გამო რომ ისიც კარავს შილიდა და მაშინ იყო მარტო ამ პროცესში მასაც კარავით ჩამოართვეს და დააპატიმრეს და ხათაშორის სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალ დამოუკიდებლად მიიჩნია და დღეს მისი საქმე უკვე სტრასბურგის სასამართლოშია ხათაშორის დღეს პოლიციელებმა ასევე ჩამოართვეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს კარავი და გაიტაცეს ეს კარავი ასევე და უთხრეს მოქალაქეებს რომ მათ არ აქვთ კარვის გაშლის უფლება, თუმცა ვერ თქვეს კონკრეტული ნორმა, სამართლის ნორმა, რა სამართლებრივი საფუძვლით ამბობდნენ ისინი ამას.
და ეხლაც როცა მაინც მოხერხდა ამ კარვის გაშლა, უფრო მცირე ზომის ორი კარვის გაშლა ტროტუარზე, პოლიციელების გზავნილი იყო, რომ ეს კარვები წაიღება და არის მიუღებელი ასევე ამ კარვების გაშლა. მოდი გავისაუბროთ კარვებში მყოფ ადამიანებს, როგორ გრძნობთ თავს პირველ რიგში რომ გითხრათ? ცოტა ხნის წინ იყვნენ სპეცრაზმელები მობილიზებული აჭარის მთავრობის სახლის წინ, ალბათ მიიღეთ ხო ეს ინფორმაცია და დიდი ალბათობით ისინი იყვნენ იმისთვის, რომ ეს კარვები დაეშალათ. რას ფიქრობთ თქვენ ამ ყველაფერზე? რატომ არის პირველ რიგში ესეთი გამაღიზიანებელი კარავი ქართული ოცნებისთვის? რას შეგიძლიათ თქვენ? წინააღმდეგობა, რომელსაც აწყვეტებიან, არის გამაღიზიანებელი და ცდილობენ ჩაახშონ. რა ვიცი, ჯერჯერობით აქ გავართ, სანამ ერთი ადამიანი მაინც შეიძლება აქ წინაივანიშვილი ამ ქვეყანას აქციოს გუბერნიად დაქვემდებარებაში ყოფილად რომ წინაივანიშვილი ეს არის ამ ქვეყნის წარსულის და მომავლის მწერი. დღევანდელი აქციის მიზანი კარავი არის უბრალოდ დამხმარე ტექნიკური საშუალება ამ 24 საათი. ეს პროტესტი გადავიდა უკვე 24 საათიან რეჟიმში ბათუმის შემთხვევაში. დავთვალებით, რომ ზიამაღლობელის ტექნოლოგიის პირადი ტყვის რეჟიმის ყველა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უსაფრთხოდ, ჩვენ მანამ ვიქნებით ამ. ანუ შეენაცვლებით აქტივისტები ერთმანეთს, მაგრამ კარავი იქნება მუდმივად გაშლილი. სხვა მედია საშუალების ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვა ხეში ცხოვრობს პატარა წვლილი უნდა შეიტანონ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩამოუდგნენ არც აქედან წაიყვანონ გადაცემები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აქ მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც იმალებიან ნიღბებში და ესე შემდეგ, იქნან და იფიქრონ, რომ აქ მყოფი 30 ადამიანი არ არის მარტო და ჩვენ გამოვხატავთ ყველა იმ ადამიანის პოზიციას, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეები იყვნენ და მთავარი ერთ-ერთი ბრძოლის ხაზი ჩვენთან ერთად გადის ბათუმშიც, იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში უკვე არაერთი რეჟიმის უკვე არის სამკურნალო არ ვიცი გარდა სიტყვერი მხარდაჭერისა მათ რომ ჩამოვიდნენ და აქედან რა ვიცი მორიგეობის გადაცემები იმისთვის რათა უზრუნველყოფილი იქნას რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ეს მხარდაჭერა და ერთობა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხო? რომ ამ კარგად გაჩერებას ჩვენ არ ვიშლებებით აი 12 იანვრის საპროტესტო აქციების შემდეგ, როცა თქვენს დაგაკავეს ადმინისტრაციული წესით, სტიკერის გაკვეთისთვის საჯარო სივრცეში იფიცება საქართველო. დღეს თქვენ პირველად შეხვდით გრიგოლ ბესელიას, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსია. თქვენ მას დაუსვით შეკითხვები. რა პასუხი მიიღეთ, ვინც არ უყურებდნენ ჩვენს წინა ლაივს, რა შეგიძლიათ უთხრათ მათ? არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთე პოლიციის შენობაში ძალადობის ფაქტების შესახებ მე არ დამკავშირები არავინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან და ვიხელთე დრო და ბატონ ბესელიას ვაუწყე იმის შესახებ, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფმა ადამიანმა სცემა პოლიციის შენობაში დაკავებული და მინდოდა მისთვის მეუწყებინა ამის შესახებ, რომ რაიმე რეაგირება მოეყოლა და მან მიწოდა ატყუარა გოგო. ბოდიშვილს გამოვიყენე, მაგრამ არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა
რა ვიცი, თქვა რომ იგივეს გავიმეორებ, იგივე დათქმას, რაც რა ვიცი, იგივე რაც არის სიტყვებს, რაც პრეზიდენტი ყაველაშვილი, ხო მიხეილ ყაველაშვილის. ენა დავამატებდი მაგ ნაწილს ჩვენ შორის რუსეთის როგორ თქვა, რუსეთის საქმის ვინც აკეთებსო და ასევე ვიცი ყובה იმის და თქვენც გითხარით დღეს ბესელი. ფორმა კომუნიკაციის ამ ადამიანებმა არ დატოვეს, იმიტომ რომ აი ალბათ რა ვიცი, ნახეთ რომ ამ კარვის შემთხვევაც ხო, კანონმდებლობაში არ არსებობს არც ერთი აკრძალვა, რომელიც რაიმე ტიპის მსგავსი კონსტრუქციის ამ ადგილას დადგმას ეწინააღმდეგებად მათ ვერ მოიტანეს ვერც ერთი ჩანაწერი კანონიდან და მაინც ძალით წაიღეს კანონი. შესაბამისად, ამ ადამიანებმა ყოველგვარი რესურსი, სამართლებრივი, პოლიტიკური, ადამიანური კომუნიკაციის თავადვე ამოწურეს. შესაბამისად არ ვიცი. ბატონი დავითი დგას ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი უწინავი არის მოძრაობის რიგებში. მან დღეს ასევე მითხრა, რომ აი ვეუბნებოდი, რომ აი ნაწილში, სადაც გადასვლას თავაზობდნენ, არაერთი ნარგავი და არაერთი ის არის და მაშინ მითხრა, რომ ვითომო, ცა როგორ მითხრა? მწვანე საფარს ხო, კი, აი ისაო დავიჯერო კი არა და საერთოდ რა არ გაწუხებს ეგ ამბავი შენ. იგივეს ვეტყოდი. ხო, პირიქით ეს უნდა იყოს ლოგიკურად და სამართლებრივად მათ შორის, ხო, დარღო როცა მწვანე საფარს ანადგურებ იგივე კარგი. შეიძლება რაღაცა დაზიანდეს მწვანე საფარში, რომელიც ისედაც მცირეა ქალაქში. ბატონო ჯაბა, დააზიანეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ შეიძლება ნახოთ, იმიტომ რომ ამ ნაწილიდან იმ ნაწილში მოგვაწმნენ და მთლიანად გადათელეს მწვანე ნარგავი. და გაიტაცეს კარვის კონსტრუქცია ასევე. მაგრამ თქვენ მაინც მოახერხეთ კარვის გაშლა და განაგრძობთ პროტესტს. დიდი მადლობა. ეს ციალა ქათამიძე იყო აქტივისტი და სამოქალაქო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ასეთი განწყობა ამ დროისთვის ბათუმში საპროტესტო აქციაზე. უკვე 64 დილად თენდება და უკვე 24 საათიანი გახდა ეს საპროტესტო მოძრაობა ბათუმში. აქვე გაიშალა კარვები, ორი კარავი ტროტუარზე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და მოქალაქეები, აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი აღარ აპირებენ დაშლას და 24 საათიან რეჟიმში გაგრძელდება ეს საპროტესტო აქციები. პირველ რიგში მოთხოვნით თავისუფლება მზია ამაღლობელს, პოლიტიკურ პატიმარს, პირველ პოლიტიკურ ქალ პატიმარს საქართველოს საბჭოთა კავშირის შემდეგ. ის არის პოლიტიკური პატიმარი, ასეთია დღეს არაერთი უფლებადამცველი ავტორიტეტული, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. ამიტომაც მის მიმართ სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, ასეთია საპროტესტო აქციის მოთხოვნა ბათუმშიც. ასევე სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, ასეთ უკვე 53 პირია საქართველოში, მას შემდეგ რაც ივანიშვილის რეჟიმმა პირდაპირ ღიად განაცხადა იმის შესახებ, რომ უკვე წყდება ევროინტეგრაციის პროცესი, მას შემდეგ ქვეყანაში არის უწყლოდ რეჟიმის საპროტესტო აქციები და სასამართლებრივი დევნა დაიწყეს 53 პირის წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტის წინააღმდეგ. ეს ასევე გავს იმ მოდელს, რაც ჩვენ ვნახეთ რუსეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, როცა დაატყვევეს ჟურნალისტები, ჩასვეს ციხეში, საიმისოდ რომ რუსული სტილით დიქტატურის რეჟიმი დამყარებული იყო ამ ქვეყნებში. ამ საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნა ისევ ხელახლა არჩევნების ჩატარება და უცვლელი მოთხოვნა თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თუ ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის უკან გამოჩნდნენ სპეცრაზმელები დაახლოებით ღამის 3:30-ზე, თუმცა ისინი დაიშალნენ, დატოვეს უკვე ეს ტერიტორია. ასევე ძალიან ბევრი პოლიციელი იყო აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, მაგრამ მათმა დიდმა ნაწილმაც უკვე დატოვა ეს ტერიტორია. დღეს საღამოს ჩვენ ვნახეთ პოლიციელებმა როგორ დაარღვიეს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, კანონი და შეზღუდეს მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება, როცა მათ უთხრეს აქციის მონაწილეებს, რომ არ ჰქონდათ კარვის გაშლის უფლება, ანუ პროტესტის გამოხატვის უფლება, ისევე როგორც ეს ხდება მაგალითად რუსეთში. სადაც პროტესტის გამოხატვის გამო ადამიანებს აკავებენ და აჯარიმებენ იმის გამო, რომ
გამოხატავენ პროტესტს. დღეს ადამიანებს არათუ უთხრეს, რომ მათ არ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება, არამედ ჩამოართვეს კაროვი და კაროვის კონსტრუქცია გაიტაცეს კიდეც პოლიციელებმა. ისე რომ აქ პოლიციის დეპარტამენტის არაერთი ხელმძღვანელი პირი იყო, მათ შორის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბესელია, მაგრამ მან ვერ უპასუხა ჟურნალისტებს და საპროტესტო აქციის მონაწილეებს კითხვაზე, თუ რომელ კანონს არღვევდნენ ამ დროს აქციის მონაწილეები, როცა მათ სურდათ გაეშალათ კარავი ტროტუარზე, ან რომელი კანონის მიხედვით მოქმედებდნენ თავად პოლიციელები, რომლებიც უნდა ემსახურებოდნენ კანონს. ისინი ამიტომაც არსებობენ ქვეყანაში სამართლიან სახელმწიფოში. თუმცა საბოლოოდ აქციის მონაწილეებმა მცირე ზომის კარვები გაშალეს, ორი კარავი ტროტუარზე. ამ შემთხვევაშიც პოლიციის ხელმძღვანელმა პირებმა თქვეს, რომ ეს კარვებიც არის მიუღებელი ტროტუარზე და ამ კარვებსაც აიღებენ, თუმცა ამ დრომდე კარვები გაშლილია. უკვე რამდენიმე საათი ეს კარვები გაშლილია და აქტივისტები რჩებიან, ასევე კარვების მიღმაც უფლება მოიტანეს აქტივისტებმა და ეხლა აქ სხვადასხვა ფორმით ისინი ცდილობენ, რომ ეს ხამე გადააგორონ და ასევე მათი გზავნილია, რომ ისინი 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ პროტესტს, ვიდრე რეჟიმის ტყვეები იქნება ქვეყანაში და ვიდრე ევროპისკენ მიმავალი გზა. ჩაკეტილი აქვს ქართულ ოცნებას ივანიშვილს. მოქალაქეების გზავნილი დღეს ალემ კაფეა, რომ არ არის დღეს ამ პროტესტის შეჩერების დრო, მაშინ როცა პირდაპირ ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხის წინაშე დააყენა ივანიშვილმა საქართველო. რადგან ეს პირდაპირ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ექნება საფრთხე, თუ კი ის რჩება პარტნიორების გარეშე, იზოლირებული აგრესორი რუსეთის პირისპირ, ძალიან მარტივია ამის წარმოქმნა, რა შეიძლება დაემართოს საქართველოს. ამიტომაც მოქალაქეები ამბობენ, რომ ვიდრე შეწყვეტილია ევროინტეგრაციის პროცესი და აქტიურად ცდილობს დიქტატურის დამყარებას ივანიშვილის რეჟიმი, მანამდე პირიქით ეს წინააღმდეგობა უნდა გაძლიერდეს საქართველოს მოქალაქეების და საქართველოს სასარგებლოდ. ახლა როგორ განვითარდება პროცესი, ასეთი იყო ეს საღამო, ჩვენ ვრჩებით ეს საპროტესტო აქციაზე, აქციის მონაწილეებიც აპირებენ რომ გაათენონ ეს ხამე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ და უკვე დღეიდან 64 ღამეა, 64 დილა უკვე, ამბობენ რომ 24 საათიანი გახდა პროტესტი ბათუმში. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია, მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.